ცოტა არის კიდევ აქ რაღაცები საჭირო. იცით რა, მე ასე გეტყოდით. აქ ვიღაცას ანიმხალა ნიჭი თუ სიბრძნე თუ რაღაც მოდის. ეზოთერიკოსი თუ მისმენთ, გავფრთხილდით თქვენს ძალებს ან ვიღაცასთან თუ ამის შესაძლებლობა დაკარგული ქონდათ, აქ ბრუნდება თქვენთან მაგია, ვიღაცასთან მაგიაც ბრუნდება. ძალების აღდგენა და მიფიქსირდა ჩემო კარგებო, რაც ძალიან კარგი არის სხვათა შორის უბრალოდ. ნახეთ, იყავით ობიექტური, ოღონდ ეს არის თითქოს თქვენი ოჯახი სამეზობლო შეიძლება, ან ძალიან ახლობელი, რაღაც ესეთი ვარიანტები. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, ახლა ძალიან მალე თუ დაწყებული არა გაქვთ, იმიტომ რომ უკვე ფიქსირდება. სხვათა შორის ძალიან კარგად გამოგივათ ეს ყველაფერი. ის რაზეც გეფიქრებათ, რომ როგორ რა გამომივა, აუცილებლად მიიღებთ ამაზე წყალობას, დახმარებას სამყაროდან, ზოგადად მადლიერება გაქვთ აქ გასაცემი, ასევე ან შეიძლება გადასახადები გქონდეს, დაფიქრდით რა შეპირებები გაქვთ, იმის სანამ რაღაცა სამყაროდან აიღებს. და იცით რა არის, მე უფრო რჩევის სახით გეტყოდით მაგალითად დღეს, რომ კარგ პოზიციაზე გადადიხარ, წინსვლა არის, არ არის გამორიცხული აქ რჩევა კი არა, მე მგონი სიახლეები უფრო დაფიქსირდა, ისეთნაირად არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი აქ კომუნიკაცია, სწრაფი კომუნიკაცია, სწრაფი ცვლილებები არის, მანქანას ყიდვა, გაყიდვა თუ ისმეს გაინტერესებთ, ეს აუცილებლად იქნება, საბუთი აუცილებლად იქნება, ეს არის რჩევა კი არა წარმატება. უკვე რა სიახლე შემოდის, აი ეს სიახლეები შემოდის, ჩემო კარგებო, ვიღაცას ან ეზოთერიკა თუ გაინტერესებს, მაგია ბრუნდება, თუ რამე საქმე გაქვთ ჩათქმული და ვინმესთან რიტუალები გაქვთ შეკვეთა, მაშინ ეს უკვე განხორციელებულია და კეთდება, გამიცოდეთ. და იცით რა არის, მე ვფიქრობ რაღაც ინფორმაციის შეგროვება ან თანხის შეგროვება, ესეთი სხვათა შორის ძალიან კარგი წარმატება მოდის თქვენთან. წინსვლა რომ იცოდეთ, ძალიან დიდი წინსვლა. სხვათა შორის ის, რაზეც ძალიან ბევრი გეფიქრებოდათ, არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ვისთანაც ეს მომენტი იყოს. არჩევნის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ვიღაცას ან ურთიერთობა შეიძლება დაიხიოთ, აღარ გინდოდეთ, ხო? ესე იგი, დაასრულოთ, ბევრ თქვენ საკანთან ეს იქნება, დაასრულებთ და ახლა შემოდის მაშინ ასე ვნახოთ თქვენი გაძლიერება, ღვთისწყალობა. დაბალანსება ენერგიების ჩემო კარგებო და დასტაბილურება ასევე თქვენი საქმის, რაც მოგიტანთ მრავალ წლიან ან უბრალოდ დიდხნიან წარმატებას. დღეისთვის სულ ეს იყო, ისურვებ წარმატებებს, დაგემშვიდობებით, დროებით.